საქართველოში უკვე ძალიან პროდასავლური ნარატივი მიმდინარეობს, რომ რადგან საქართველოს უნდა გაწევნიანება ევროპის კავშირში, თუმცა ეს არ არის, რასაც ევროკავშირი და ნატო ითხოვს საქართველოსგან. ისინი ითხოვენ ფრონტის ხაზზე გასვლას. მათ უნდათ საქართველოს შეუერთდეს უკრაინას ბრძოლაში და ჩვენ ასევე ვისწავლეთ და ვნახეთ, რომ მათ უნდათ, რომ საქართველოს მთავრობა იყოს მათი მარიონეტი და აბრალებენ, რომ არიან რუსეთის მარიონეტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. თუმცა სინამდვილეში ეს არიან ნამდვილი ქართველები, რომლებიც ემსახურებიან ნამდვილ ქართულ ინტერესს და ეს ძალიან რთულია ამ ინსტრუმენტების გაკონტროლება. პრეზიდენტ რეიგანი და CIA-ის დირექტორი, ვინც იყო ამერიკაში იმ დროისთვის, აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის საშუალებითაც აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეს იყო მათი კონტროლის მექანიზმი და მთავარი მათი მიზანი იყო მანიპულაციის ხერხები სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ საქართველოს ქვეყნის ამომრჩეველი მოსახლეობის ნაწილის მანიპულაცია და ამისთვის გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოგზავნილები არიან პირდაპირ საქართველოში, რომ განამტკიცონ ის აზრი, რომ მთავრობა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არ მოქმედებს თქვენ სასიკეთოდ. და ზუსტად ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ეს არის ის საშუალებები, რასაც ისინი იყენებენ და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს იქნება პროდასავლური თუ პრორუსული. ეს არის საქართველოს როგორც პაიკად გამოყენების მთავარი ხერხი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.